ერთი პროგრამა და 6 ქვე პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წლის ანგარიში დღეს გვარაში აგროსერვის ცენტრის ოფისში წარადგინა. უწყებამ პროგრამების განხორციელებისთვის 2.909.251 ლარი დახარჯა. წლიური ანგარიში სამინისტროს მოადგილემ ავთანდილ მესხიძემ წარადგინა. ამასთან შეხვედრაზე 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციაც მოეწყო. ცნობილია, რომ წელს სამინისტრო 10 ქვე პროგრამის განხორციელებას 3.488.100 ლარის ფარგლებში გეგმავს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის ფარგლებში საუბარი ერთლარად გასხვისებული ტერიტორიების საკითხს და აგროდაზღვევის ხარვეზებით განხორციელებასაც შეეხო. პრეზენტაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგლა აგულაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ვფიქრობ, რომ ყველა პროგრამა, რომელიც განხორციელდა, საინტერესო იყო და პროგრამებს ერთმანეთთან გააჩნიათ ლოგიკური ბმა. რეგიონში აგრარული სფერო, სოფლის მეურნეობა წარმატებით ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომ განსხვავებით 2014 წლისაგან წელს 2015 წელში სრულიად განსხვავებული და ახალი პროგრამები გვაქვს. ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინე და ძალიან ბევრი და საინტერესო ინიციატივა ასევე პროექტები და პროგრამები, რომლებიც გრძელდება. საინტერესოა, რომ ახალი კულტურებისადმი მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება აქტიურ ფაზაშია და მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სწორედ მოსახლეობის განათლება არის, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც სამინისტრომ, ასევე აგროსერვის ცენტრმა. ჩვენ გვაინტერესებდა და გვაქვს უმაღლეს საბჭოს შენიშვნები, აი ერთლარად გადაცემული შემფუთავი ქარხნების უფრო მაღალ ეფექტურად მუშაობისათვის თუ აღონიზებებს ატარებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გვაინტერესებს ქედაში ხილის გადამამუშავებელი ქარხნის ტემპები და იცით რომ მიმდინარე წელს შუახევშიც უნდა ამუშავდეს და აშენდეს ეს ქარხანა.